საიდან მოვა ანტიქრისტე? საიდუმლო წინასწარმეტყველებები. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წინასწარმეტყველება ანტიქრისტეს მოსვლას უკავშირდება. თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აწუხებს მკვლევარებს, არის საიდან მოვა ის? სხვადასხვა რელიგიური ტექსტები და წმინდა მამების ჩანაწერები რამდენიმე ვერსიას გვთავაზობენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით ანტიქრისტე დანის ტომიდან წარმოიშობა. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, როდესაც ის ისრაელის 12 ტომს ჩამოთვლის, დანის ტომის საერთოდ არ არის ნახსენები, რაც ბევრმა მისტიკოსმა იმის ნიშნად მიიღო, რომ სწორედ ამ შტოდან გამოვა ბოროტების განსახიერება. ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ ის დაიბადება ბაბილონში, ქალაქში, რომელიც სიმბოლურად ყოველთვის ღვთის წინააღმდეგ ამბოხთან ასოცირდებოდა. არსებობს სხვა, უფრო თანამედროვე ინტერპრეტაციებიც. ეზოთერულ წრეებში საუბრობენ იმაზე, რომ ანტიქრისტე არ იქნება მხოლოდ ერთი პიროვნება, არამედ ეს არის ეგრეთ წოდებული სისტემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და გლობალურ კონტროლს ეფუძნება. ის მოვა როგორც მხსნელი, დიდი დიპლომატი და მშვიდობის მომყოფელი, რომელიც მსოფლიოს ქაოსისგან იხსნის. თუმცა მისი ნამდვილი სახე მოვლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ის აბსოლუტურ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. წინასწარმეტყველებების თანახმად მისი აღზევება დაიწყება მაშინ, როდესაც ადამიანებში სიყვარული განელდება და რწმენა ფორმალობად იქცევა. ის მოვა არა როგორც აშკარა ბოროტება, არამედ როგორც სინათლის ანგელოზის იმიტაცია. დაწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრით, ანტიქრისტე კონკრეტული პიროვნება იქნება თუ გლობალური სისტემა. გამოიწერეთ დროის მიღმა.